ღვინის კლუბის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში რიგით მერვე ახალი ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. მცირე ოჯახური საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალიდან კონტაქტზეა თეონა გიორგელაშვილი. თეონა, ვიდრე მოგვიყვები თუ რა ხდება მთაწმინდის პარკში, თავად თუ დააგემოვნა ღვინო? დიახ, ნათია, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ რამდენიმე სახეობის ღვინო დაგეგმოვნებინა და შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთება მოუწევთ, როგორც ფესტივალზე წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებების მონაწილეობის მიღება, რადგან ეს არის მათთვის შანსი, რომ საკუთარი პროდუქცია გააცნონ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ ქართული ტრადიციული ღვინო დააგემოვნონ. მასიკაბილი მომალი ფესტივალმა იმის რომ ალბათ ჩემი პიროვნება და ალბათ შეის მე ვენახება გამორდა რაც მე ამაში დიდი შრომის წილი ჩავდევნეცა დიდი მადლობა გადავუხადო მე და ხელისუფლებას დიდი მადლობა ამ ორგანიზატორების ჩადო აქ ამ ფესტივალზე ან ლომის წილი ალბათ სიხარული მაქვს მე და ალბათ ჩემ შრომას გამოვაკეთებ იმისათვის რომ მეტი და მეტი სიხარული და მეტი და მეტი რაღაცა ინტერესი გამოსცეს ცხოვრებისთვის ვაცნობ ქართულ საზოგადოებას ჩვენ პროდუქციას რა ვთქვით ანუ იმ მამაპატური წესით გაკეთებულ ღვინოს რა თქმა უნდა ფერში ვაცნობ არა მხოლოდ ქართულ მოხმარებელს არამედ ვიზიტორებსაც ეხლა წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ საფერავი წარმოდგენილი მაქვს სამი ტიპის ღვინო ბიკანი მუსკატი წვანი მუსკატი საფერავი როზე ფიქრობ ის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ როგორც ღვინის წარმოებელს ეძლებათ იმის საშუალება რომ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია ასევე ღვინის მოყოლებსაც აქვს იმისი შესაძლებლობა რომ გასიჯონ გააგემოვნონ გაიცნონ ყველა ის წარმოებელი ვინც საქართველოში მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოადგენს საკუთარ წარმოებულ ღვინოებს ახალი ღვინის ფესტივალი სიმბოლურად გაიხსნა ქვევრის გახსნით და სტუმრებმა დააგემოვნეს ქვევრის ღვინო ქისი, როგორც სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფესტივალი არის ქართული ღვინის კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში არის საკმაოდ გაზრდილი და ეს არის კომპანიებისთვის კარგი შანსი, რომ მათ კიდევ უფრო კარგად დაიკავონ ის ბაზარი, რომელიც ქართული ღვინის რეალიზაციის საშუალებას იძლევა. მინდა დღევანდელი ფესტივალი მიულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მიულოცო იმ პიროვნებებს, რომლებიც წარმოადგენენ თავის პროდუქციას დღეს აქ, ადამიანებს, რომლებიც ჩამოვიდნენ და დაინტერესდნენ ქართული პროდუქციით, დღეს აქ უამრავი წარმომადგენელია, უამრავი ქვეყნიდან, რომელიც ქართულ ღვინოს ადგილზე აგემოვნებს და მის შესაძლებლობებს უყურებს. ქართული ღვინის მაგალითი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ხარისხიანი ღვინის წარმოება გვაძლევს შესაძლებლობას შევიდეთ იმ ბაზრებზეც კი, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ იყო წარმოუდგენელი. ეს არის ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ღვინის დარგში, რაც ხორციელდება საქართველოში. პირველ რიგში აქ არის წარმოდგენილი ყველა რეგიონის ღვინო. ანუ ეს ერთადერთი არის ფესტივალი, სადაც ყველა რეგიონი ესე მასიურად არის წარმოდგენილი. ყველა ზომის კომპანია დაწყებული პატარა მარნებით, დამთავრებული დიდი ღვინის მარნებით და აქ არის ჩამოსული ფაქტობრივად ყველა სტუმარი, ყველა ის ადამიანი, ვინც საზოგადოებრივად ჩართულია ქართული ღვინის პრომოციის საქმეში, ან ზოგადად მუშაობს ქართულ ღვინოზე. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი ტრადიციულად მასპინძლობს ამ ტიპის ღონისძიებებს, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა იმას, რომ ჩვენი დედაქალაქი რეალურად სოფლიო ღვინის დედაქალაქია. ახალი ღვინის ფესტივალი წელს უკვე მერვედ იმართება. დღეს ფესტივალში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 100 კომპანია და ასევე 60-მდე ოჯახური მარნის წარმომადგენლები. შეიძლება ითქვას, რომ აქ მოსულ სტუმრებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ. ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება. მადლობთ, ეს თეონა გიორგელაშვილი იყო.